იმ სიაში, რომელსაც ქართული ოცნების მხარდამჭერები ახლა ძალიან აქტიურად დაატარებენ ზემოთქვეშ, არის მითითებული შესაძლებლობაც, რომ თითქოს არ ვიცი, აი ამ სიაში არ გაუმკვირვოთ, მაგრამ მაინც მინდა გთხოვო, რომ აი გაიხსენო რის გახსენება შეგიძლია სად იყავი, როდის ჩამოხვედი ქვეყანაში, ჩამოხვედი თუ არა, გახვედი თუ არა და საერთოდ რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოში. 2008 წლის მაისში მე გავხდი პარლამენტის წევრი, გურჯაანის რაიონიდან, მაჟორიტარი დეპუტატი და 31 ივლისს, როდესაც წარმოდგენა არავის არ მქონდა რა შეიძლება მომხდარებლად ბევრი ჩვენი ოპონენტი გვაბრალებს რომ მიჩვენ და ვიწყეთ, მაგრამ ამაზე წარმოდგენაც შეუძლებელი იყო მაშინ 31 ივლისს ჩვეულებრივად წავედი მე თურქეთში და 7 აგვისტოს, ანუ 1 კვირის მერე, როგორც ვიცით, დაიწყო ომი თავს დაგვესხა რუსეთს. რა თქმა უნდა, მე მაშინვე ვცდილობდი უკან დაბრუნებას, მაგრამ როგორც იცით, გაძნელდა მაშინ ფრენები თბილისის მიმართულებით, მე ვერ შევძელი ბილეთი გადამეცვალა. ამიტომ რამდენი ხნით აპირებდი დარჩენას ის? ვაპირებდი დაახლოებით 2 კვირა დარჩენას. ერთ კვირაში დაიწყო ეს ომი, მე შევძელი რომ ტრაპიზონამდე მომეხერხებინა თვითმფრინავით ჩაფრენა ტრაპიზონამდე და ტრაპიზონიდან უკვე მანქანით აი უღელტეხილზე ვალეს გამშვები პუნქტთან მე ვიყავი უკვე 10-ში ღამე, მაგრამ ეს საბაჟო არ არის, სადღეღამოსოთ არ მუშაობს, ის იღება დილის 9-10 საათზე, ამიტომ ის ღამე მომიწია იქ ლოდინი და 11-ში მე უკვე შემოვედი გორში ვიყავი უკვე 11-ში, გამოვიარე გოლი და ჩემი გამოვლის მერე გოლი უკვე ჩაიგდა. ისე რომ რუსის ჯარი უკვე თბილისზე იყო მომდგარი ფაქტიურად, როდესაც უკვე თბილისში ვიყავ. ადრე იმაზეც იყო საუბარი, თითქოს მე ჩემ ოჯახს მაღლის საბერძნეთში. ეს არ არის მართალი, ეს არის სიცრუე, იმიტომ რომ ოჯახთან ერთად იყავით? არა, მე ოჯახთან ერთად არ ყოფილვარ, ჩემ კოლეგებთან ერთად ვიყავი. და ოჯახი იყო წყალტუბოს რაიონის სოფელ მარცხანაფანებში, რომელიც მიბმულია სამხედრო აეროდრომთან, კოპიტნართან და ჩემი შვილები აი ბომბების წვიმაში ატარებდნენ იქ ჩარჩენილ. ოჯახთან როდის ჩავხდი? ოჯახთან მე ჯერ ჩამოვედი თბილისში და უკვე ეს ქვეყნის რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი რო ჩამოვიდა რუსთაველზე, მე ამ დროს უკვე რუსთაველზე ვიყავი და აი ამის მერე უკვე ჩავაკითხე ოჯახს. მაგის მერე უახლოეს პერიოდში აღარ გასულა. არა, მაგის მერე უკვე მექობრიდან აღარ გასულა. უახლოეს პერიოდში. გასაგები, ვინმე სხვა გაიხსენებდი, რამე სხვა გაიხსენებდი აი იმ დღეების დაუშვათ, რა ვიცი, პარლამენტში შეიკრიბეთ ამე. არა, მე იქიდან მქონდა რა თქმა უნდა სატელეფონო საუბრები, როდესაც ჩემთვის ის. არა, უკვე აქ ჩამოსულს. აქ ჩამოსულსაც მე ხვდებოდი, რა ვიცი, ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებს, ჩვეულებრივად პარლამენტარებს, ისე რომ 10-ში ღამე უკვე ვალეში ვიყავი, ანუ ტრაპიზონში ვიყავი, ვალიდან გადმოვედი 11-ის მერე მე უკვე საქართველოსთან აღარ გავსვლა.